დავაღვიძელოთ შენობის პროექტირება, ამ შემთხვევაში კედლების შესაქმნელად შევქმნით სამშენებლო მასალებს. აქ ძირითადად გამოვიყენებ სამ სამშენებლო მასალას. შუაში გვექნება ბლოკი, რა თქმა უნდა სხვადასხვა ზომის, აქ მე განსაზღვრავთ საჭიროების შემთხვევაში რა ზომების დაგჭირდება. ერთი მხრიდან, ანუ იგულისხმება შენობის შიდა მხარესაც იქნება კედელი გავლესად გაჯით და გარეთა ფასადზე იქნება ქვიშა-ცემენტის ნაზავით გალესილი, ანუ ეგრეთ წოდებული დუღაბით გვექნება გალესილი. ესე იგი, სულ სამი სამშენებლო მასალა დაგჭირდება. დავიწყოთ მასალის შექმნა, შევალთ ელემენტ ატრიბუტებში, შემდგომ building material-ში და სიაში შევქმნით ღილაკზე new-ზე გაჭერით ახალ სამშენებლო მასალას. დავარქვათ ამას ბლოკი. რა თქმა უნდა, ქართულად თავისთავად და მოდით new-ს ჩავთავ და ისე გავაკეთებ ნულოვანიდან, რომ არ ამოირჩიოს აქედან არსებული. არ გავამახვილებ ახლა დღეს ამაზე რა თქმა უნდა ყურადღებას, რას ნიშნავს ეს, დინებიდან უკვე უნდა ვიცოდეთ, ამიტომ გავაკეთოთ ისევე, ვინც 0-დან ვიწყებ და არ ვიცით არაფერი, ამოვირჩევ new-ს, ჩავწერ შემდგომ სახელს ბლოკს და დავაკვირდი OK. შეიქმნება მასალა სახელწოდებით ბლოკი, შევქმნი ასევე მომდევნოთ გაჯი, სამშენებლო მასალა, ასევე რა თქმა უნდა ნიუთი, შემდგომ გაჯი. OK. და ისევ new ღილაკს ვაწვევი, ისევ აქ new ჩავთვლი, შემდგომ ექნება დუღაბი. საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახეობა დუღაბები გვექნება, გულისხმობს რა თქმა უნდა მასალათა შეზავების სახეობას, იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეგვიძლია სხვადასხვა საკალების შექმნა. მოკლედ, ამ შემთხვევაში პირობითად გვექნება მიცემული დუღაბი. იმისათვის, ვინაიდან ვიცით, რომ ნახაზი იკითხებოდეს გეგმაზე, უნდა გქონდეს ჩვენს მიერ არჩეული შტრიხები, ბლოკისათვის შესაბამისი ამ სიაში, გაჯისათვის შესაბამისი, მათ შორის შეფერვა და ასე შემდეგ, ისე რომ ამის შემდეგ შევქმნი ახლა შევსების სახეობებს, ოკეზე დაჭერის შემდგომ და მე გამოვიყენებ. თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს, ჯერ შემელა რა თქმა უნდა შემექმნა შევსების სახეობა, ხელს საშუალება ფილით გავაკეთებ ამას და მე გამაკეთებინა სამშენებლო მასალა. რა თქმა უნდა პროექტირებიდან გამომდინარე ეტაპობრივად რაღაცებს შევცვლით, დავამატებთ და ასე შემდეგ. ისე რომ შევდივართ ახლა ფილში და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შექმნის დროს მე მჭირდება იყოს დაუშვათ პირობითად ვაკეთებ რა თქმა უნდა ყველა შეზავებას და არ ნიშნავს რომ შევსების სახეობა ამისათვის მანდამაინც ეს უნდა იყოს არჩეული, უბრალოდ მე ასე ვირჩევ. ალუმინიუმ ამოვირჩიე. რა თქმა უნდა კიდე გავიფიქროთ თეორიულ საკითხებს არ ვეხები, რატომ ესეთი სახეობა, რატომ ისეთი, რა თქმა უნდა კურსს ვსწავლობ, იქ თეორიულად ვეხები ამ შინაარსს, იქ თეორიულადაც ვერ ხსნი, რას ნიშნავს შევსება, როგორი სახეობა, რა შემთხვევაში რა გამოიყენოთ და ასე შემდეგ. ისე რომ ამოვირჩიე ალუმინიუმ, იმიტომ რომ new-ს როდესაც დავაწვევი, დავტოვებ აქ ჩამთვლელს duplicate, მაგრამ დავაქვე ჩემთვის სასურველ სახელს. მაგალითად იქნება ბეტონი. ვინ ცოტა წინ ვარ წაწეულებიდან, თუნდაც ენა გვესმის და რატომ არ ამოვირჩიე ამ C-დან უკვე სახელწოდებით არსებული სიტყვა ბეტონი, ეს უკვე სხვა საკითხია, კიდევ მეორე თეორიულად ამას მე ვეხები პროგრამის შესწავლის შესახებ. შემდგომ როდესაც გავდივართ ხოლმე და ვსწავლობ პროგრამას. ისე რომ შევქმნი ბეტონი. ესეთი შესაბამისი შევსება მექნება. აუცილებელია უნდა იყოს ჩართული რა თქმა უნდა cut fill-ი, იმისათვის რომ იყოს გამოყენებული ამ სამიდან, ესეთი არის cut fill, გამოყენებული იყოს კონკრეტულად ეგრეთ წოდებული შტრიხისათვის, ანუ მასალის გეგმაზე ჩვენებისათვის. შემდგომ გავაკეთებ ისევ new-ს და გავაკეთებ solid ჯგუფში ლესვა ესეთი სახელწოდება მექნება. კიდევ ვიმეორებ ლოგიკას არ ვეხები, რატომ ასე, რატომ ისე, ეს უკვე რა თქმა უნდა თეორიული კურსი, მისი პრაქტიკული გამოყენებით უნდა ვიცოდეთ, როცა ვსწავლობთ არქიტექტურას. ოკეი, ვაწვევი ორივე გაკეთებული მაქვს, ორივეში მითითებული მაქვს, ვამახვილებ ყურადღებას cut fill, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება სხვა ამოირჩიოთ, უბრალოდ გავამახვილებ მაინც დამწყებებისათვის, ვინც საერთოდ არის არქიტექტური, რომ solid fill-ში მოთავსა ეს ჯგუფში ლესვა და შესაბამისად vectoral fill-ში მოეთავსა, ბოლოში არის ეს ბეტონი, რომელიც შევქმნი. ვაწვევი რა თქმა უნდა OK-ს, გამოდივართ აქეთ, ვამახვილებ ასევე ყურადღებას მაინც ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ზოგი მე ვერ აკეთებს და ვერ იგებს რა მოხდა, ლესვაზე 100% ავწიე. რა არის ეს, არ ვეხები თეორიულად. ოკეი. შევდივარ ისევ building material-ში და ბლოკზე ვუთითებ რომ ეს იქნება ბეტონი, რაც იგულისხმება ამ შემთხვევაში, რომ ბეტონის ბლოკი მექნება მშენებლობაში გამოყენებული. გაჯი და დუღაბი ამ შემთხვევაში ლესვის სახეობას წარმოადგენს და მექნება ლესვა არჩეული, როგორც ერთისათვის,
ისე მეორესათვის. რა თქმა უნდა, მე ხლა თანამდებობად როგორც ვაკეთებ, შეგიძლია თქვენ ერთობლივად აკეთოთ ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, შინაარსია მთავარი გავაკეთოთ. ანუ რადგოლი ხო რამოდენიმეჯერ შევდივარ და ხან ერთი პარამეტრს ვუთითებ, ხან მეორე პარამეტრს აცაკი, რომელიც ერთობლივად შემეგო მიმეთითებინათ. ანუ როგორც მაგალითად, როდესაც ბლოკში დავნიშნე ბეტონი, მიუთითებდი მაშინვე შესაბამის შეფერვას. აქედან ბეტონისათვის ამოვირჩევ ეს ფერები პირობითია, კიდევ მეორე ლოგიკურია, საჭიროებს შემთხვევაში მერე თუ არ მომეწონა ესა თუ ის შეფერილობა, რა თქმა უნდა, ჩავანაცვლებ. ნუ პირობითად იყოს წითელი, მაგალითად. გაჯი, ხო, ასევე მივაქცევ ყურადღებას, რომ ფონი შეფერვის მაქვს აი ეს არჩეული, უფერული, იმიტომ რომ შეიძლება შეგეშალოთ ვინმეს და აქედან აიჩიოთ ფერი, ამიტომ ვამახვილებ ამ ორ ღილაკზე ყურადღებას, რომ თუ მსგავსი გინდათ იყოს, რასაც მე ვაკეთებ. გაჯისთვის შევარჩევ ასევე შეფერილობას, ნუ ყვითელი იყოს ან მოყვითალო, მაგალითად ასეთი იყოს, სიტყვაზე ვთქვათ. ფერს როდესაც ვირჩევ, თუ მანდამაის პალიტრაში ვერ ხვდებით, რიცხვი მნიშვნელობა შეგიძლიათ ჩაწეროთ. 17 ნომერია ეს ფერი, რომელიც აქ ამოვირჩიე. და დუღაბისათვის რუხ ფერს ამოვირჩევ. დავხსენი და ამოვირჩევ მაგალითად იყოს ასეთი რუხი ფერი. მასალები შევქმნი, თუმცა დღეს ახლა ამ წუთას არ ვეხები, რა თქმა უნდა, შეფერილობა 3D-სათვის, როდესაც დრო მოვა, მე შევეხები აქ რას ამოვირჩევ და რისთვის. მათ შორის არ ვეხები ამ ეტაპზე პრიორიტეტებს მე ცალკე შევეხები. ოკეი, დავაჭირე. და შევქმნი ახლა ამ შემთხვევაში layers. ნუ შესაბამისად, რა თქმა უნდა, ღილაკი new-ზე ვაწვევით, layer-ის პანჯერაში და ვწერ აქ სახელწოდებას იმ ელემენტის, რასაც აქ შევქმნი, ანუ კედელი. ოკეი. და ბოლოს დავასრულებთ იმით, რომ ავაგებ კედლის სახეობებს, რომელიც იქნება მრავალკომპონენტიანი, გავაკეთოთ გარეთ ფასადზე 300-იანი ბლოკით თვითონ და შიდა ეს სქელი კედლები, რაც აგვაქვს, იყოს 200-იანი ბლოკით აშენებული. შესაბამისად, მომდევნო ეტაპი მოქმედებების იქნება menu layer იმაში option-ებში შევდივართ, ვიყენებთ composite. შესაბამის პანჯერაში ვაწვევით new ღილაკს. ვარქმევ სახელს new-ზე გადასვლის შემდეგ იყოს კედელი, იყოს ტირე ფასადი, რაც გულისხმობს პერიმეტრზე არსებულ კედლებს. შევქმნი შემადგენელ ნაწილებს, insert skin-ზე ვაწყაბებ ორჯერ, 1, 2, იმიტომ რომ სულ 3 კომპონენტი გვექნება. ერთ-ერთი პირველი კომპონენტი, ნუ თანამდებობას გულისხმობს პირველი და ანიშნავს, რომ პირველი რაღაც მნიშვნელოვანია. მექნება ცალი მხრიდან ნალესი დუღაბით. შიდა ნაწილში მექნება ბლოკი და მესამე მხარე იქნება გაჯი. შესაბამისად, ზომებს შევწევთ 300 იქნება ბლოკი, ვინაიდან ფასადზე მილიმეტრებში გვაგზავნები როგორც ვიცი და ნალესები ორივე მხრიდან 20 მილიმეტრიანს გავაკეთებ. რატომ ახლა არ დავიწყებ კონსტრუქციულზე საუბარს ეს, ანუ ბლოკი გასაგებია რომ 300-იან ბლოკს ვაკეთებ, რატომ 20-იანი სანტიმეტრი 2 სანტიმეტრიანი, ეს უკვე სხვა საკითხია. ვინც ვერ ტოვით რა თქმა უნდა ინჟინერიაში და არქიტექტურაში, თვითონ შეგიძლიათ ამოიჭრეთ. ბლოკისათვის დავტოვებ კორეს, თუ არა დავტოვებ გულისხმობ რომ ტოვებ, თუ არჩეული თქვენ არ გაქვთ დაიჭრეთ კორეს და ნალესები მე გვექნება ამ შემთხვევაში ფინიშები. რა თქმა უნდა თეორიულად არ ვიწყებ იმის ახსნას, თუ რას წარმოადგენს კორე და ფინიშები, ვინაიდან ეს თქვენ კიდევ ვერ თეორიული სწავლის პროცესში რომ თიშავ ყველა ელემენტს, რომლისათვის ეს არ უნდა გამოვიყენო, ტოვებ მარტო კედელს ჩართულს, ვიზუალურად მას ეთყობა. ერთი გავაკეთეთ უკვე კედელი ფასადი და გვექნება კედელი შიდა დავარქვათ. ამიტომ ამ შემთხვევაში უკვე new-ზე დაჭერისას duplicate-ს დავტოვებ. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ პირველი როდესაც გავაკეთე კედელი ფასადი, მაშინ new ავიჩი, ამ შემთხვევაში duplicate-ს ტოვებ და ბოლო სიტყვა ფასადს, თავი სიტყვა კოპის ერთად ვშლი და ვწერ შიდა. ეს პირობითი სახელებია, რა თქმა უნდა, თუ გინდათ ნებისმიერი რა თქმა უნდა მოგეშუროთ ის სახელი დაარქვათ. შიდა იმით განსხვავდება, რომ დუღაბის ნაცვლად აქ გვექნება ასევე გაჯი და ბლოკი, რომელიც არის ბეტონის, იქნება 200-იანი. ორივე კედელი გავაკეთეთ, ოკეის ვაწვევით, გამზადებული გვაქვს შესაბამისად და მომდევნო ვიდეო უკვე იქნება ის, თუ როგორ ჩავხაზოთ ეს კედლები და როგორ შევქმნათ ფასადი და შიდა კედლები.